ნინო გამორთე ხო? ეხლავე გამორთა. როცა მეტყვი დავიწყე. დავიწყო? მოგესალმებით. თუ შეიძლება მე წავიკითხავ განცხადებას მოკლე ფორმას. 2014 წლის 17 თებერვალს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა დავიწყოთ? მოგესალმებით. 2014 წლის 17 თებერვალს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა რექტორის არჩევნები, სადაც მესამე ვადით აკადემიურმა საბჭომ რექტორად გოგი მარგველაშვილი გაიყვანა, რომელიც უკვე მე-9 წელია რექტორია და მისი გაყვანა მესამე ვადით კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. გარდა ამისა, პროკურატურაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა წარმოებაში მიღებული. ზოგიერთ საქმეზე გამოძიება იყო დაწყებული ჯერ კიდევ 2010 წლიდან. საქმე სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული და ნომერი აქვს მინიჭებული. 2013 წლის იანვრიდან საქმე შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ასევე პროკურატურაში. დამატებით, რომელშიც გოგი მარგველაშვილის ბრალეულობა იკვეთება და ეს საქმეები გოგი მარგველაშვილის ლობისტების მხრიდან იბლოკება. მითვისებული ხელფასები, გადასახადების დამალვა, კორუფციული გარიგებები, დოკუმენტაციებისა და დიპლომების გაყალბება, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, სხვადასხვა საორგანიზაციო დარღვევები და ასე შემდეგ. ფაქტები დევს პროკურატურაში და რასაკვირველია ეს ფაქტები ჩვენს ხელს ექვაქვს. ეს ყველაფერი ჩადენილია გოგი მარგველაშვილის 9 წლიანი რექტორობის პერიოდში და მისი პასუხისმგებლობით. ამ საქმეებსა და მის პერსონას ლობირებენ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და პარლამენტარი რეჟისორი პედაგოგი ნუკრი ქანთარია. 2012 წლის 1 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მონაპოვარია. ეს მონაპოვარი ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოიპოვა, რასაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად ახერხებენ მოერგონ ყველა ხელისუფლებას. ესენი არიან ორმაგი სტანდარტების მქონე ყალბი კონფორმისტში ჩაძირული ადამიანები, რომლებიც თბილად არიან მოკალათებული კაბინეტებში და საფრთხეს უქმნიან მართლაც იმ მონაპოვარს, რასაც 2012 წლის 1 ოქტომბერი ქვია. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ვთხოვთ პირადად ჩაერიოს აღნიშნულ საქმეში, ვინაიდან ლობისტების გავლენა იმდენად დიდია, რომ საქმე ადგილიდან არ იძვრის, რისთვისაც ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვთ და მოვუწოდებთ განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე. მოვითხოვთ გადადგეს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. სასწრაფოდ შევიდეს პროკურატურა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწრაფოდ შეუჩერდეს უფლებამოსილება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს გოგი მარგველაშვილს. აი ეს არის წერილობითი დასკვნა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის იურისტის ბატონ ირაკლი ნარმანიას წერილობითი დასკვნა, სადაც მიუთითებს, რომ გამცხადებელი მარინა მიქაუტაძე, ანუ მე, მარინა მიქაუტაძის მიმართ იყო სამსახურებრივი დევნა განხორციელებული და რომ გამცხადებელი მიუთითებს არაერთ ფინანსურ დარღვევებს, სასწავლო პროცესის დარღვევებს, საორგანიზაციო და ასე შემდეგ, რომელიც საჭიროებს შეისწავლოს სპეციალურმა ჯგუფმა. სპეციალურ ჯგუფში იგულისხმება პროკურატურა ან და საფინანსო პოლიცია. სათანადო დოკუმენტაციების დათვალიერების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტაცია უკვე წელიწადზე მეტია დევს პროკურატურაში და ასევე დევს საფინანსო პოლიციაში. აი ეს გახლავთ კულტურის სამინისტროს წერილი, რომელსაც ხელს აწერს ბატონი მინისტრი გურამ ოდიშარია. უნდა მოგახსენოთ, რომ აი ამ წერილში არსებული წერილის შინაარსი და პროკურატურაში არსებული და საფინანსო პოლიციაში არსებული მასალები ურთიერთ გამომრიცხავია.
უხერხულია რომ კულტურის სამინისტრო წერილი, რომელსაც ხელს აწერს მინისტრი თავად გურა მოდიშარია, ესე იგი და ამ წერილი დაწერილია კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ, უფრო მეტი კომპეტენცია უნდა გამოეჩინა და რატო? სანამ მე 2013 წლის იანვარში წერილს განცხადება შევიტანდი საფინანსო პოლიციაში, რომელიც იქნა შემდგომ მერე წარმოებაში მიღებული, იქამდე კულტურის სამინისტროს მიმართე წერილობით მინისტრის სახელზე. სადაც საუბარი იყო იმ მთლიანად იმ სქემებზე, რაც ახლა მე ვისაუბრე, მთელ დანაშაულებებზე, კრიმინალზე, კორუფციაზე, 1000 გვარ ციბინძურეზე და ეს შემდეგ. და ეს წერილი ჩაბარებიდან, მინისტრის სახელზე წერილი, ჩაბარებული წერილი, საათ ნახევარში მანანა ბერიკაშვილმა მოიპარა. აი ამის შესახებ მე ინფორმაცია გავასაჯაროე გაზეთ ალიაში, სხვათა შორის, აი აქ არის ეს გაზეთი ალია. და ვაცნობი ამის შესახებ საჯაროდ ტელევიზიის საშუალებით და პრესის საშუალებით ფართო საზოგადოებას. მაგრამ როგორც ჩანს, კულტურის სამინისტროში ან არ კითხულობენ პრესას, ან და საერთოდ არ აინტერესებთ. მე მგონი ორივეა. მე თვითონ დავრეკე კულტურის სამინისტროში ჩავაბარე წერილი და ნომერი როცა მოვითხოვე, კანცელარიის თანამშრომელმა მითხრა, რომ საათ ნახევარში დარეკავთ და ნომერს გეტყვით. როგორც კი დავრეკე მოცემულ დროს, მითხრეს, რომ ქალბატონო მარინა, მინისტრმა თქვენი წერილი უკვე წაიკითხა და სამწუხაროდ ვერ მიგიღებთ. და თქვენი წერილი მანანა ბერიკაშვილის სახელზე გადაამისამართ. მე ვთქვი, არცად არ ხდება ესე, რომ ჩაბარებული წერილი, რომელიც ჯერ კიდევ გატანილი არ არის და თანაშემწეს არ გაუტანია, რანაირად წაიკითხავდა მეთქი და მითხრა, რომ ქალბატონო მარინა, რა ვქნათ, იცით, ჩვენ მანანა ბერიკაშვილმა რაც დავიბარა, იმას გეუბნებით. შემდეგ დამირეკა 2 დღეში სამინისტროდან ვიღაც ქალბატონმა, რომლის საუბარი და ნომერი დაფიქსირებული მაქვს, სახელიც და გვარის ყველაფერი. და მანანა ბერიკაშვილის სახელით თხოვა, რომ განცხადება უკან გამეტანა და ეს წერილი შემდეგ, როდესაც მოვიკითხე ჩემი წერილი ბატონ გურა მოდიშარიას სახელზე ჩაბარებული, ნინო დვალმა მინისტრის თანაშემწე მითხრა, რომ ქალბატონო მარინა, იცით რა არ ვიბრძოლე, მაგრამ წერილი ვერაფრით ვერ მოვიპოვე და მხოლოდ 100-ლის გადაღება შევძელი და ამოვიტანე და მოვახერხე და ქალბატონმა მანანამ გადაამისამართა სულ სხვა მისამართით, ეს რომ ჩემმა წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. მერე რასაკვირველია, მოგვიანებით დიდი ბრძოლის შემდეგ შევხვდი როგორც იქნა გურა მოდიშარიას, მაგრამ შეხვედრამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, მირჩია რომ ფინანსური პოლიციისათვის მიმემართა. ფინანსურ პოლიციას როდესაც მიმართე, გამომძიებელმა ჩათვალა, რომ რამდენადაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი იმყოფება კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, როგორც სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებელი და არა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ჩათვალა გამომძიებელმა, რომ პირველადი დასკვნა დადებულიყო კულტურის სამინისტროს შიდა მონიტორინგისა და აუდიტის აი ამ ფინანსურ საქმეებთან დაკავშირებით და სხვადასხვა დოკუმენტაციების დარღვევებთან, ბრალდებებთან დაკავშირებით. და აი და ხოლო შემდგომ საბოლოო დასკვნას წარმოადგენდა თავად საგამოძიებო ფინანსური პოლიცია. და მოხდა საოცრება, აუდიტი არ შებრძანებულა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. აი პატარა ფრაზას წავიკითხავ, რომ არ გადაგღალოთ. აი ეგ წერს მინისტრი ოდიშარიას ხელმოწერა ამაზე, ხო, კულტურის სამინისტროს წერილი, ეს არის 2013 წლის 31 ივლისი. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად და ამ ინფორმაციას იცით ვინ აწოდებს კულტურის სამინისტროს? ირინა თევდორაძე, რომელიც არის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი და აი ამ ქალბატონის წინააღმდეგ უშუალოდ საქმეა შეტანილი პროკურატურაში, იმიტომ რომ კონკრეტული საქმე, რაზეც ჩვენ ვჩივი ვართ პროკურატურასა და საფინანსო პოლიციაში, აი ეს ფაქტები პირადად თვითნებურად დახია და გაანადგურა საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა ირინა თევდორაძემ და რა საკვირველია, თავის საწინააღმდეგო დასკვნას კულტურის სამინისტროს თევდორაძე არ მიაწოდებდა და ერთადერთი ნიშნით აყავთ ირინა თევდორაძე თეატრალურ უნივერსიტეტში. იგი არის დოკუმენტაციების მაღალი დონის პროფესიონალი გამყალბებელი დოკუმენტაციების. მხოლოდ აი ამ ნიშნით აყავთ უნივერსიტეტში. ერთი სიტყვით, თევდორაძე მთლიანად შეცდომაში შეიყვანა მინისტრი, შიდა კულტურის სამინისტროს სამსახური, აუდიტის სამსახური, მაგრამ კულტურის სამინისტროს ხომ იცოდა, რომ მე შეტანილი მქონდა განცხადება და რა საქმეზეც იყო, ეს იყო უმძიმეს ბრალდებებზე საუბარი და ამიტომ თევდორაძეს, ქალბატონი თევდორაძის და გოგი მარგველაშვილის წერილობით პასუხს და
და მას შეტყობინებას ინფორმაციას კი არ უნდა დაყრდნობოდა, არამედ კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური პირადად უნდა დაინტერესებულიყო და პირადად უნდა შესულიყო და შეემოწმებინა კრიმინალური ფაქტები. აი, ხელმოწერა არის აქ თავად ბატონ მინისტრის, რამაც ძალიან უხერხულ შტაბ-ეჭდილებას ტოვებს. შემდეგი, ეს არის სამთავრობო კანცელარიიდან მოსული წერილი, რომელიც უამრავია, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გავაგზავნეთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ 4, ეხლა რა ქნას სამთავრობო კანცელარიამ ისინი ზომებს იღებენ, 4 სამინისტროს ავალებს ირაკლი ღარიბაშვილის აპარატი სამთავრობო კანცელარია, აი ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, განათლების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, რომ შესწავლილი და გამოძიებული იქნა სასწრაფოთი საქმეები, მაგრამ ლობისტების მხრიდან საკმაოდ მყარად არის დაბლოკილი საქმე. მოგახსენეთ, კულტურის სამინისტროში მანანა ბერიკაშვილი თავიდან ბოლომდე ბლოკავს არსებულ საქმეებს. მაკონტროლირებელი რგოლი ხომ უნდა არსებობდეს, რომ როდესაც მოდის სამთავრობო კანცელარიიდან მოთხოვნის წერილი, რომ შეისწავლეთ და გამოიძიეთ და კაცის შვილი ყურადღებას არ აქცევს. შემდეგი, უკვე ვინაიდან მთელი 1 წელია ვიბრძვით, წელიწად და 2 თვე თუ 3, რა ვიცი რაც არის, ძალიან ბევრი და 2010 წლიდან კიდე პროკურატურაში ჯერ კიდევ შეტანილია საქმეები და სისხლის სამართლის ნუმერიც აქვს მიტანილი და წერა და იკითხვის რეჟიმშია ჩვენი საქმეები. ბოლოს უკვე 2014 წლის 17 იანვარს წერილობით მივმართეთ ისევ ფინანსთა მინისტრს ბატონ ნოდარ ხადურს, უფლებადამცველებმა ბატონმა ალექსანდრე კობაიძემ და ვასილ მამულაშვილმა გააგზავნეს, გაეცნენ ჩვენს მასალებს და გაუგზავნეს წერილობითი მიმართვა სასწრაფოდ გამოძიების დაწყების მოკვლევის საფუძველზე ბატონ ნოდარ ხადურს, ასევე საფინანსო საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროს. ვინაიდან კიდევ ვერანაირ შედეგი ვერ გამოიღო ამ ჩვენმა მცდელობამ, მაშინ საქმეში ჩავრთეთ სამთავრობო კანცელარიის გამგე ქალბატონი მაიაც ქიტიშვილი. მაიაც ქიტიშვილმა თავისი სახელით გადაუგზავნა უკვე ჩვენი საჩივრები, ჩვენი წერილი, რომ დაწყებულიყო გამოძიება ბატონ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და ნოდარ ხადურმა ბოლო შედეგი ის იყო, რომ 5 თებერვალს პირადად დაადო რეზოლუცია არსებულ საქმეებს, საფინანსო საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში რა საქმეებიც იყო, ჩათვალა რომ აღნიშნული საქმე სცილდება მარტო ფინანსურ დარღვევებს და აქ საუბარია მრავალი კუთხით იკვეთება უკვე სისხლის სამართლის დანაშაული და დაადო რეზოლუცია და გადააგზავნა მთლიანად ყველა საქმე მთავარ პროკურატურაში. მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა, მაგრამ საქმე ის არის, რომ აი 5 თებერვლიდან დღემდე არაფერი არ ვიცით, საქმე ადგილიდან არ იძვრის და ჩვენი მოქმედება არის ის, რომ ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ სამთავრობო კანცელარიასთან აქციებს, ჩვენი მოთხოვნით და ეს მოთხოვნა არის კატეგორიული, ვინაიდან კიდევ ვიმეორებ 2012 წელის 1 ოქტომბერი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ნამდვილი მონაპოვარი და ჩვენ ამ მონაპოვარს ასე ადვილად არ დავთმობთ. ჩვენი მოთხოვნაა გადავარჩინოთ ქართული კულტურა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ქართულ კულტურაში პროფესიონალების დაბრუნების დროა. ჩვენი მოთხოვნაა მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ გადადგეს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ შევიდეს პროკურატურა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ასევე ბატონი ლევანე ანჯაფარიძე თავისი კუთხით მოგახსენებთ, ასევე კინოცენტრში და ჩვენი მოთხოვნა, რომ შეურიგებელი პროტესტი და შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადოთ თანადღესაც თანამდებობებზე მოთარეშე ნაცბანდას. ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სიბინძურის წინააღმდეგ და ამაში აუცილებლად მხარი უნდა დაგვიჭეროს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ჩვენი აი ეს ხელთ არსებული ფაქტები, რომელიც დევს პროკურატურაში კანონთან ქმედებაში და აღსრულებაში მოვიდეს. ჩვენ არ დავიშლებით, ჩვენი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ
აი ამ სოს ბარათებში წარმოდგენილი მოთხოვნები, რომელიც თქვენ დაგირიგდება ჟურნალისტებს, ბოლომდე არ იქნება შესრულებული. აქციებს დავესწრებით ქართული კულტურის წარმომადგენლები, აქ არიან თეატრალები, კინოს ხალხი, ქართული ფილმი, აქ არიან მუსიკოსები, ქორეოგრაფები, მსახიობები, რეჟისორები, თეატრონები და უამრავი ხალხი, ვინც ამინც ქმნიან ქართული კულტურის ისტორიაში. ის პროფესიონალები, ვინც თავიანთ საქმეს, თავიანთ ღირსეულ საქმეს უნდა დაუბრუნდნენ და თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არიან ჩვენი ქვეყნისა და თავიანთი საქმის უდიდესი პატრიოტები და უდიდესი პროფესიონალები. მადლობთ. ლექსო, გთხოვთ. დაბრძანდეთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია. ჩვენ ამ პროცესებში უკვე კარგი ხანია ჩართული ვართ. ჩვენ კონკრეტულად კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით ერთ დავას სასამართლოში ვაწარმოებთ. ეს არის ბატონ გია ჭუბაბრიას ემირატუსის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ ვესწრებოდით იმ არჩევნებს, რომელმაც ქალბატონმა მარინამ ყურადღება გაამახვილა და იქ ძირითადად არაფერი, პროცესუალურად იქ არაფერი ისეთ მნიშვნელოვანი არ იყო, თუმცა აქ ყურადღება გასამახვილებელია იმ მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომელმაც ქალბატონმა მარინმაც ისაუბრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც აკადემიურ საბჭოს წარმოადგენენ, შესაბამისი უფლებამოსილება მათ არ გააჩნიათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე აუცილებელია სამართლებრივი დავა დაიწყოს და ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს დღის წესრიგში, თუ რამდენად კანონიერად ჩატარდა ამ შემთხვევაში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის არჩევნები. და რაც მთავარია, აღნიშნული არჩევნებიდან გამოიკვეთა, რომ იქ არაფერი არ არის 9 წლის განმავლობაში შეცვლილი და ის გარემოცა, რომელიც იქ იმყოფება, აპირებს, რომ ისევ კიდე გააგრძელოს ეს ბატონობა და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ის არის, რომ განათლების სფეროში, მით უმეტეს კულტურის სფეროში, რაც შეიძლება ტენდენციური უნდა გახდეს ის, რომ რეფორმები არის აუცილებლად გასატარებელი და ჩვენ ყველანაირად გვერდში დაუდგებით ამ ჯგუფს, ამ ბრწყინვალე ჯგუფს, რომლებიც არის პროფესორებისგან შემდგარი ჯგუფი და რომლებიც აპირებს, რომ მათი სამართლიანობის მიღწევისათვის ყველა ღონე იხმარონ, რათა ის ადამიანები, რომლებიც გასრული არიან კონკრეტულ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის დანაშაულებშიც კი ეს ამ ადამიანებთან ბრძოლაში მზად არიან ეს ადამიანები და ჩვენც რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადოთ, მათ გვერდში ვიდგეთ და ის სამართლებრივი თუ ნებისმიერი დავა რაც იქნება, ჩვენ მათ მხარში დაუდგეთ. და ჩვენ აუცილებლივ ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ შედეგს მივაღწევთ და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში აღარ იქნება ისეთი ადამიანები აღარ იქნებიან, როგორიც არის ამ შემთხვევაში საუბარი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და რაც მთავარია, ჩვენ როგორც ქალბატონმა მარინამ განაცხადა, ჩვენ ვაპირებთ, რომ უფრო მძაფრად გავაგზავნოთ ბრძოლა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და სპექტრიც იშლება, მე როგორც მაქვს ინფორმაცია და კონკრეტულად ქალბატონ ბერიკაშვილთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვერდში დაუდგებით მათ. მადლობა. შეიძლება ძირფასებო კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე პირველ ყოვლისა გილოცავთ დღევანდელ დღეს ქალბატონებს და საქალბატონებს გამზადებულებს ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და
ბედნიერ დედობას. რაც შეეხება ჩვენ თავშეყრის ამბავს, მე ნებამომეცით ცოტა წავიკითხავ, წლების მანძილზე ქართულ კინოში განუკითხაობას უფევს ფილმების გადაღების შესაძლებლობა ერთსა და იმავე ხალხს ეძლევა, სხვა შემოქმედები კი დაბლოკილები არიან. 2013 წელს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად დაინიშნა ქალბატონი ნანა ჯანელიძე. მის დანიშვნას უშუალოდ ლობირებდა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ კინოსა და თეატრის პრობლემები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ ხანდახან შეიძლება გაგეცინოთ კიდევაც. აქ არის ერთი და იგივე ლობისტებზე, აქ არის ერთი და იგივე პრობლემებზე საუბარი და ასე შემდგომ. ნანა ჯანელიძემ მოახერხა და ისეთი კანონდარღვევებით ჩაატარა კონკურსები, რომ ჯერ კულტურის სამინისტრომ გაბედა და განაცხადა, რომ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში 2013 წელს ჩატარებული კონკურსები მიიჩნევა მიკერძოების პრინციპის დარღვევით ჩატარებულად, სხვადასხვა აქვე მინდა აღვნიშნო ფაქტი, რომ აი ამ განაცხადის გაკეთების შემდეგ ერთი წამით უკაცრავად რა. ამ განაცხადების გაკეთების შემდეგ კულტურის მინისტრთან შევარდნენ თმაგაწეწილი ქალები და თმაგაწეწილი თუ გაუწეწავი კაცები და კინაღამ თავზე დაახიეს ეს განცხადება. მაშინ გამოიჩინა ძალიან დიდი უფხობა შეიძლება ითქვას კულტურის მინისტრმა, იმიტომ რომ მის მაგერად კაცი რო ყოფილიყო ვინმე იქ თავზე იქით გადაახევდა ამ გარეწრებს აი ამ დასკვნას. ხოლო შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დადო დასკვნა, სადაც წერია, რომ 2013 წლის პირველ 6 თვეში 2012 წელთან შედარებით 180%-ით არის გაზრდილი კომისიის წევრთა პროექტების დაფინანსება. ამაზე მეტი ახლა აქ აღარ არსებობს დარღვევა. 180%-ით არის გაზრდილი, ეს ნიშნავს იმას, რომ კომისიის წევრი თუ ხარ, შენ შეგიძლია წარადგინო შენი პროცენტი და ძალიან დიდი ალბათობით 10-დან 9-ით შეგიძლია მიიღო დაფინანსება. აქ არის საუბარი სახელმწიფო სუბსიდიებზე და აი ამდენი ხანია ესენი ხრავენ აი ამ სახელმწიფო სუბსიდიას. რაშია იცით საქმე? ესენი მიჩვეულები იყვნენ, ჩვენივრად გზნობდნენ თავს, ჩვენივრად იღებდნენ ხელფასებს, პრემიებს, დაუმსახურებელს, თორემ ის დამსახურებლად იღებს, ღმერთმა შეარგოს ყველას ყველაფერი. დადიოდნენ ხან ერთ ფესტივალზე, ხან მეორე ფესტივალზე, აკეთებდნენ ყველაფერს, რაც სურდა და უცბად გამოშთა ლევან ანჯაფარიძე, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი გამოგლიჯოს მათ ხელიდან, იმიტომ რომ ეს მათი საკუთრება არ არის. ჩვენ მათ გამოვგლიჯავთ კიდევაც, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ხდება მათ გულებში და როგორ გაერთიანდნენ ეს შავი ვირთხები ერთმანეთის გულისათვის. აღნიშნული გარემოება საფრთხეს უქმნის საექსპერტო კომისიის ინტერესთა შეუთავსებლობის, ამას წერს სახელმწიფო აუდიტი, დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებსა და აღქმადობას. ასევე გამოვლინდა სხვა სახის სერიოზული დარღვევები, კერძოდ საექსპერტო კომისიის დაკომპლექტების გაუმჭვირვალე პირობები, საექსპერტო კომისიის წევრთა კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის არასაკმარისი აღქმადობა, საკონკურსო პროექტების შეფასების არასაკმარისი კრიტერიუმები, კონკურსში გამარჯვებული პროექტების ანგარიშვალდებულებების სისუსტე და სხვა. ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ეს კონკურსი გაუქმებული უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება მე-4-ს. კონკურსში გამარჯვებული პროექტების ანგარიშვალდებულებების სისუსტე. აქ საუბარია რაზე, ჩემო ძვირფასებო? აქ არის საუბარი იმაზე, როდესაც კონკურსში იმარჯვებს პროექტი, მათ შორის კინოცენტრსა და ამ პროექტის ავტორებს შორის იდება ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული არის, რომ როდის უნდა დამთავრდეს ეს ფილმი, რამდენი უნდა მიიღოს კინოცენტრიდან. აი ეს ყველაფერი არის მიშვებული ნოლზე და სწორედ აქ არის კორუფციული გარიგებები, როდესაც უკვე გამარჯვებული პროექტები დამატებით მრავალჯერ ფინანსდებიან ერთობლივად, როგორც კინოცენტრიდან, ისე კულტურის სამინისტროდან. არსებობს ვინმე ქალბატონი იამზე გვართუა, მე მას არ ვიცნობ, ძალიან ხშირად ფიგურირებს მისი ხელის მოწერა მოთხოვნებით, რომ იცით რა ამ პროექტის ავტორს არ ყოფნის ფული და დაუმატეთ ამდენი, ხშირად ლაპარაკია 200.000-ზე, ხშირად 250.000-ზე. მე მინდა გითხრათ, რომ 250.000 მათთვის არაფერს თანხას არ წარმოადგენს, ეს მათთვის კაპიკებია და წარმოიდგინეთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, როგორ არიან ახლა და რა დღეში არიან, რომ რამენაირად შეინარჩუნონ ის პოზიციები, მაგრამ ნამდვილად ვერ შეინარჩუნებენ ამას ყველაფერს. გარდა ამისა, უკვე აღმოჩნდა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც პროკურატურის ქვემდებარე არის. კონკურსში იმარჯვებს ერთი სუბიექტი, დაფინანსებას კი კინოცენტრის სულ სხვა საპროდიუსერო კომპანიას აძლევს. მე აღარ ჩამოვთვლი, ახლა აქ არის ლაპარაკი პროექტებზე, რომელმაც გაიმარჯვა, მაგრამ პროექტის ფული გადაეცა სხვა მონაწილე სუბიექტს,
საპროდიუსერო კომპანიას, რომელიც კონკურსის ჩატარების დროს ბუნებაშიდაც არ არსებობდა, შემდეგ ჩამოყალიბდა. ეს არის კრიმინალი და მათ ამაზე პასუხი უნდა აგონ. გარდა ამისა, საექსპერტო კომისიის წევრები უშუალოდ აფასებენ საკუთარ პროექტებს. გამსვლელ და გამსვლელ კულებს უწერენ. აქ გვაქვს ჩვენ ფაქტები, სადაც ბატონი ბუბა რამას ხოტივარი და ზურა ბინაშვილი, ეს ორივე არის გამგეობის წევრები, აი თვითონ როგორ აფინანსებენ და გამსვლელ კულებს უწერენ თავისსავე ფლობელობაში მყოფ კომპანიას, საპროდიუსერო კომპანიას სინეტექს. ეს არის უხერხული და ალბათ უხერხულთან ერთად დანაშაულებრივი ქმედებაც. ამასთან დაკავშირებით მე ახლა ვამთავრებ უკვე ამასთან ერთად პროექტის სახელმწიფო ფულით ფინანსდება კინოცენტრი კი ამ ექსპერტებს წყალებში შრომით ანაზღაურებასაც უხდის. მიუხედავად ამდენი დარღვევებისა, კულტურის სამინისტროს შეგნებულად დუმს და ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის ნანა ჯანელიძის ლობისტებს, მანანა ბერიკაშვილს და პარლამენტარ ირაკლი ტრიპოლსკის. მე მინდა სამწუხაროდ განვაცხადო, რომ ირაკლი ტრიპოლსკის ხელი არა მარტო კინოცენტრს ეთყობა, ის ეთყობა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტსაც, ის ეთყობა სამაუწყებლოს, პირველ სამაუწყებლო ტელევიზიასაც, საზოგადოებრივსაც და რა ვიცი, ის ეთყობა ყველგან აბსოლუტურად ამ კაცის სახელი და გვარი ფიგურირებს. ქართულ ფილმსაც და აქედან გამომდინარე მე მინდა მას მეგობრულად მოუწოდო პარლამენტარ ირაკლი ტრიპოლსკის, რომ გაერკვეს არსებული საქმის ვითარებაში და დადგეს სიმართლის მხარეს. ეს ჩემი თხოვნა იქნება მის მიმართ. თუ არა და მე უკვე სიმართლე დაადგენს, რატომ არ დგას ირაკლი ტრიპოლსკი სიმართლის მხარეს. აქედან გამომდინარე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გადადგეს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. შეიძლება გაგიკვირდეთ რატომ არა ვთქვათ კულტურის მინისტრს. იცით რა, ამ შემთხვევაში კულტურის მინისტრის მოადგილე ასრულებს თლიანად სამუშაოს. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრი გახლავს მანანა ბერიკაშვილი, ეს არის ფაქტი და ეს ყველამ კარგად იცის, უბრალოდ ამის აღიარებას ერიდებიან. ასევე სასწრაფოდ შევიდეს პროკურატურა კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ ცენტრში, სასწრაფოდ განთავისუფლდეს ნანა ჯანელიძე დაკავებული თანამდებობიდან. აი ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმე. მე თუ რამე გამომჩა ახლა აღარ გადაგღლით, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, თუ შეკითხვები გაქვთ სიამოვნებით გიპასუხებთ. თუ არა და დიდი მადლობა რომ მოგზავნით. აჰა, მე გადავალ. ორი სიტყვით ვიტყვი, ზუსტად 2 წუთი, მეტი არა. 2 წუთი სულ მეტი არა. მითხარით მომის. 4 წელზე მეტია სწავლობდი და მუშაობდი თეატრალურ ინსტიტუტში, ასე ერქვა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, რომელსაც ჰქონდა შესანიშნავი სამეცნიერო კვლევითი სექტორი, რომელიც ცენტრად გადაკეთდა. სამეცნიერო კვლევითი სექტორი ძალიან მრავალპროფილური იყო, ის მუსიკოსებს, ქორეოგრაფებს, ფილოსოფოსებს და ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანს გარდა თეატრისა და კინოსი იზიდავდა და აკეთებდა შესანიშნავ კომპლექსურ სამეცნიერო შრომებს. 9 წლის განმავლობაში, რაც ბატონმა გურგი მარგველაშვილმა გააკეთა, პირველი ყველაზე სასახელო ნაბიჯი იყო სამეცნიერო კვლევითი სექტორის სასწრაფოდ დახურვა. ის ესტუმრა სექტორს, შეაფასა მისი მუშაობა 10 წუთში, რა ბევრი ხართ, რა ამბავი ხალხი მუშაობდა სამეცნიერო ნაწილში და შემდეგ ყველანაირად ნელ-ნელ დაიწყო მისი დახურვა. და ისე მოხდა, რომ სამეცნიერო კვლევითი სექტორის 33 კაციანი ჯგუფი, თეატრის ჯგუფი გადაიქცა 9 კაციან ჯგუფად და მის ბაზაზე გაიხსნა ენციკლოპედიის ჯგუფი, რომელსაც ქართული თეატრის ენციკლოპედია უნდა გამოიშვა პირველი ტომი. 3 წელი ვიმუშავეთ პირველი ტომის მასალებზე და 3 წლის შემდეგ, როგორც უხარისხო პედაგოგები, მე არ ვიცი რაში მდგომარეობდა ეს უხარისხობა, სამეცნიერო კვლევითი სექტორის მასალები უნდა ერთ თვეში პირველ ტომად უნდა გამოცემულიყო და უნდა მოგახსენოთ, რომ ეს პირველი ტომი დღემდე არ არის გამოცემული და დღევანდელი სექტორის რაოდენობა შემოფარგლულია 4 ადამიანით და 1 ხელმძღვანელით. ჯგუფი ენციკლოპედიის გაიხსნა უკანონოდ.
და პედაგოგები, პროფესორები, რომლებიც მუშაობდნენ ენციკლოპედიაში, გაფორმდნენ როგორც დამხმარე პერსონალი, აი როგორც დამლაგებლები ასე. ესეც დარღვევა. სამეცნიერო მუშაობა ფაქტიურად ჩაშლილია და ჩაშლილია ასევე სასწავლო მუშაობის ძალიან ბევრი ასპექტი, თუნდაც იმიტომ რომ კონკურსები, რაც აქამდე ჩატარდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იყო უკანონო და გაყალბებული. და ესე იგი კონკურსების გაყალბების შესახებ რაღაც ფართოდ არ მინდა საუბარი, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა მხოლოდ იურიდიულად ვთქვა და გავამყარო, რომ დარღვეული იყო ამ კონკურსებში განათლების კანონის 34 და 35 მუხლები, რის საფუძველზეც თავისუფლად შეიძლებოდა რომ აღძრული იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მე ვარ ჯგუფის წევრი და ჯგუფთან ერთად მოქმედებდი, როგორც დღესდღეობით პროკურატურაში ვიჩივლეთ, მაგრამ შეიქმნა მოჯადოებული წრე. კანცელარიაში გაგზავნილი წერილები, კულტურის სამინისტროში გაგზავნილი წერილები განხილვის შემდეგ უბრუნდებოდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს და პასუხს მცემდა რექტორი. ვისაც უჩიოდი, ის მცემდა პასუხს. ვთხოვ საქართველოს პარლამენტარებს, რომლებიც თეატრალები არიან და ხელეწიფებად ჩვენი საქმის ჩაერთონ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრობლემატიკის მოგვარებაში და როგორმე სიმართლის მხარეზე გამბედაობა ეყოთ. არა, გამბედაობა ეყოფათ, რა თქმა უნდა, უბრალოდ მოვუწოდებ მათ, რომ ყურადღება მიაქციონ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, სასწავლო კერას, რომელიც აუცილებლად საჭიროა ჩვენი საზოგადოებისათვის. ქართულ კულტურაში არსებული, დღეს არსებული პრობლემები, დამატებით ვიტყვი, ყველა პრობლემა იყრის ერთი ადამიანის კარებთან თავს. ეს არის კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადადგეს. მადლობთ.